მინანქრის სახელოსნოში ახალგაზრდა მემინანქრე ვერცხლის ტიხრებით ნახატს ქმნის. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სამკაული ან ნივთი. შემდეგ მირჩილვით ის გადააქვს ვერცხლის ნაკეთობაზე. გამოხდილი წყლით გაზავებული მინანქრის ფხვნილს ვიღებთ ფუნჯის საშუალებით და ვავსებთ ტიხრებით მონიშნულ ნახატს. გამომშრალი ნაკეთობა ღუმელში გამოიწვება. აი ამ ყუთში სხვადასხვა ფერის მინანქარია. ეს კი უკვე გამზადებული ნაკეთობებია. საქართველო მიეკუთვნება მინის წარმოების ერთ-ერთ უძველეს მკერათა რიცხვს. მინის წარმოებისთვის აუცილებელი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ ადამიანმა შეძლო დაემზადებინა პირველი და უმარტივესი ტიხროვანი მინანქრის ნიმუშები. ტიხროვანი მინანქრის ნაკეთობები ახალი წელთაღრიცხვის მე-6-მე-8 საუკუნეებიდან იწყებს განვითარებას და მე-13 საუკუნისთვის კულმინაციურ წარმატებას აღწევს. არის მოსაზრება, რომ მე-15 საუკუნიდან მოთხოვნა აღარ იყო და ამის გამო მე-20 საუკუნის ბოლომდე შესრულების ტექნიკა დაკარგულად ითვლებოდა. ცნობილმა მეცნიერმა ერმინე მაღრაძემ 1972 წლიდან დაიწყო მინანქრის კულტურისა და ისტორიული ნივთების კვლევა, რომლებიც მრავლად არის დაცული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ხოლო მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის დასაწყისში უახლესი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური მეთოდებით მოხდა ჩვენამდე მოღწეული მინანქროვანი ძეგლებისა და არტეფაქტების შესწავლა და ასევე კვლევა, თუ რა ნივთიერებებს იყენებდნენ ძველი ოსტატები იმ ფერადი მინების მისაღებად, რომლითაც ქმნიდნენ მინანქროვან გამოსახულებებსა და კომპოზიციებს. კვლევის შერჩეული მეთოდების გამოყენებით შესწავლილ იქნა ტიხროვანი მინანქრის დაკარგული ტექნოლოგია. მეფე ვახტანგ მე-6-ის მე-18 საუკუნეში შექმნილი ტრაქტატის მიხედვით წარმატებით იქნა აღდგენილი მინის მოდუღების ძველი ტექნოლოგია. რეკონსტრუირებული იქნა მეფე ვახტანგ მე-6-ის მიერ შექმნილი ღუმელი და ამ ძველი ტექნოლოგიით მიღებული დეკორატიული მინები, რაც ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით ძალიან ჰგავს შუა საუკუნეების ტიხროვანი მინანქრის ძეგლებზე არსებულ ფერად მინებს. დაფხვნილი მთის ბროლის კრისტალებიდან მიღებული გამჭვირვალე თეთრი მინის შემდეგ ვაყალიბებთ ფერად დეკორატიულ მინას, რაც არის უკვე მინანქარი. საქართველოში მოიპოვება ყველა ის ნედლეული, რაც საშუალებას იძლევა ადგილობრივად დამზადდეს მინანქრის ფხვნილი. ამ მეთოდით ძველი სიწმინდეების ნაკეთობების მიხედვით მეცნიერმა ერმინე მაღრაძემ შექმნა თანამედროვე ასლები, რომლებიც ასევე თანამედროვე ტიხროვანი მინანქრის შესანიშნავი ნაკეთობებია. წმინდა გიორგი, წმინდა პეტრე მოციქული და ასევე მისი სტუდენტების მიერ შექმნილი წმინდანების გამოსახულებები. ასევე მან შეძლო ძველი წელთაღრიცხვის მე-2000 წლეულის თრიალეთის ოქროს თასის ძველი ტექნოლოგიის რეკონსტრუირება და ადგილზე მოპოვებული მასალით მისი ასლის გაკეთება. ძველი თბილისი ბევრი ხელოვანის მუზად ქცეული. ქალაქი, რომელიც მრავალფეროვანი იყო ყოველთვის. ოდითგანვე მასზე გადიოდა სავაჭრო გზები და მრავალი კულტურის ნაზავი იყო. ეს ძალიან იგრძნობა მის არქიტექტურაში.
თბილისს ყოველთვის ამდიდრებდა ის ტოლერანტობა, რაც მის ატმოსფეროს და მოსახლეობის განწყობას ერწყმოდა. სიონის დიდებული ტაძრიდან ახლოს სინაგოგაა. და ცოტას გაცდებით და მეჩეთია. მათ გარშემო ძველი თბილისის სახლებია. 2-3 სართულიანი, საოცარი აივნებით, რიკულებით, დეკორატიული მოაჯირებით. და აი ეს სახლები გააცოცხლეს თანამედროვე მინანქრის მხატვრებმა. ცნობილი მხატვრის ელენე ახვლედიანის სურათი ზამთარი თბილისში ისევე მშვენიერია მინანქარში, როგორც ორიგინალში. აი მიქელანჯელოს წინასწარმეტყველი დელფიკა, რომელიც არის ერთ-ერთი მემინანქრის შთაგონების წყარო. დიდებულია სამების ტაძარი. აქ არის მინანქარში ახლად შექმნილი ხატი საქართველოს იმედი. ერთ მხარეს საქართველოს დიდებული მეფეები და დედოფლები, გმირები და მეორე მხარეს სასულიერო წმინდანთა დასი, წმინდა სიდონია უფლის კვართით, ღვთისმშობელი იესოთი და სამება, მფარველი სრულიად საქართველოს. ისტორიის ცოდნა, უძველეს ფესვებზე დამყნობილი ახალი მეთოდების შერწყმა ხელს შეუწყობს ქართული მინანქრის აღორძინებას და გამორჩეულ ადგილს დაუმკვიდრებს მას ზოგად საკაცობრიო კულტურულ მემკვიდრეობაში.